გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ ჩვეობასა და ახლა წელს. მე ვარ კახი და თქვენ უყურებთ გადაცემას Top 7. საფეხბურთო კარიერაში არის ხოლმე ესეთი მომენტები, როდესაც მოთამაშეები ვერ პოულობენ თავიანთ თამაშს. სტაგნაცია აქვს გარე ფაქტორების გამო, ძველთან საერთო ენას ვერ მოძებნեն, ან ძალიან ახალგაზრდები არიან. ამ შემთხვევაში საზარდო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა გუნდებში გადადიან. არის ორი ვარიანტი: ტრანსფერი ან იჯარი, მაგრამ შეიძლება ეს ტენდენცია მანდანს გაგრძელდეს და როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე კლუბისათვის საზიანო გახდეს. დღეს სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. წარუმატებელი იჯარების სეზონი 24-25. ყველა სტატისტიკური მასალა არის აღებული ტრანსფერ მარკეტიდან. თუ თქვენ რომელიმე პოზიციას არ ეთანხმებით დღევანდელ Top 7-ში, ამაყად შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი აზრი კომენტარებში. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ ამასობაში ჩვენ გადავალთ იჯარებზე. მე-7 ადგილი არნო დონჯუმა. დონჯუმა როგორც ჯესი ლინგარდი ერთი კარიერულ შეცდომას წამოვიდა. დაიმახსოვრთ ერთი საფეხბურთო აქსიომა: თუ გოლზე მეტად გახილავს მისი აღნიშვნა, ადრე თუ გვიან არც პირველი იქნება და არც მეორე. 2022-ში მისი სატრანსფერო ფასი რეკორდულად დაიწია 50 მილიონ ევრომდე. მისი შეძენა სურდა ბევრ ტოპ კლუბს, მაგრამ იჯარის წესით 2023-ში ტოტენჰემში გადავიდა, სადაც 12 თამაში 2 გოლი და 0 საგოლე გადაცემა მიითვისა. შემდგომ ევერტონში 20 თამაში 2 გოლი და ისევ 0 საგოლე გადაცემა, რაც ამხელა პოტენციალი მქონე ფეხბურთელისთვის არაფერი არის. ახლა ისევ იჯარით ესპანურ ჟირონაში ასპარეზობს, სადაც ლა ლიგაში 14 თამაში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. ჯერ 27 წლის არის, მაგრამ მისი თამაშიდან გამომდინარე იმედებს არ გვაძლევს, რომ ის ისევ ტოპ ლეველის გარემარბი იქნება. მე-6 ადგილი კარლოს სოლერი. სოლერი სულ ცოტა ხნის წინ იყო ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო box-to-box-ის ტიპის ნახევარმცველი. ვალვერდეს ბიუჯეტური ვერსია შეეძლო მოედაზე თითქმის ყველაფერი. არც არავის გაუკვირდა, როდესაც 2022 წელს PSG მიგი 18 მილიონად იყიდა. მაგრამ სალერისთვის არასასიკეთოდ 2023 წელს კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაინიშნა. ლუისი ვერ ხედავდა კარლოს მის გუნდის სტრუქტურაში, რის შედეგად 2024 წლის აგვისტოს იჯარით ლონდონურ ვესტ ჰემში გადავიდა, სადაც მხოლოდ სკამიდან ან არასასურველ პოზიციაზე გამოდიოდა. სოლერს თავი რო დავანებოდ, მთლიანად ვესტ ჰემად ჩააგდო ეს სეზონი, მაგრამ ჩემი აზრით რომ დარჩენილიყო ესპანეთში 2022 წელში, სავარაუდოდ დღემდე მომთხოვნდი ნახევარმცველი იქნებოდა. მე-5 ადგილი ტემი აბრაჰამი. ტემი ჩელსის აღზრდილი ფეხბურთელია. 1.94 მ სიმაღლეში, საკმაოდ ტექნიკური ცენტრალური ფორვარდი, კარიერის დასაწყისში ბევრი პატარ-პატარა იჯარების შემდგომ ისევ ჩელსიში დაბრუნდა. ბევრი გამოცდილება მიიღო ჩემპიონშიპში და სეზონში 19-20-ში ჩელსის მაისურით 34 თამაში 15 გოლი და 3 პასი მიითვისა. მაგრამ შემდგომ სეზონებში ნათლად გამოჩნდა, რომ მომენტების რეალიზაციასთან პრობლემები ჰქონდა. ფსიქიკურად არასტაბილური იყო. მას სჭირდებოდა მოტივატორი მწვრთნელი, რომელიც დიდ ნდობას გამოუცხადებდა მას. ამიტომ 2022 წლის აგვისტოში იტალიურ რომაში გადავიდა 51 მილიონ ევროდ. ამ ტრანსფერის ინიციატორი იყო ჟოზე მოურინიო, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორი მწვრთნელებში. საკმაოდ კარგი სტარტის შემდეგ 27 თამაში 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვისა, მაგრამ შემდგომ ისევ იგივე სურათი ნახეთ, ანუ არასტაბილურობა. ახლა აბრაჰამი იჯერით იმყოფება იტალიურ მილანში, სადაც სერიაში 750 წუთზე ნაკლები აქვს ჩატარებული და მეორე ხარისხოვან გუნდებთან 2 გოლი და 3 გადაცემა აქვს გაკეთებული. მე-4 ადგილი ჟან-კლერ ტოდიბო. ტულუზელი ცენტრალური მცველი, სიმაღლეში 1.90 სმ. ახალგაზრდობიდანვე პერსპექტიული იყო. ამიტომაც 2019 წელს 1 მილიონად თვით ბარსელონამ შეიძინა, მაგრამ თავისი ადგილი ვერ დაემკვიდრა მან კატალონიაში. სხვადასხვა კლუბებში იჯარით იყო, ხოლო შემდეგ იგი ბარსელონამ 2021 წელს ფრანგულ ნიცაში 8 მილიონ ევროდ გაყიდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობდა. წარმატებულმა თამაშმა დაინტერესა ვესტ ჰემი, რომელმაც სურვილი გამოთქვა და შესთავაზა ნიცას იჯარი. ტოდიბო გადავიდა პრემიერ ლიგაში, მაგრამ თვალ დამაჯერებელი ვერ იყო. მის პოზიციაზე ცენტრალურ მცველს ახასიათებს სიწნარე და მაქსიმალურად ნაკლები შეცდომები ბურთის ამოტანის დაწყებით ფაზაში, რაც ტოდიბოში ნაკლად ვერ ვხედავდა. 2024 წლის ივნისში მთავრდება იჯარი და არ ამგონია რომ ლონდონურ გუნდს მოუნდეს მისი ყიდვა. მე-3 ადგილი ალბერტ გუდმონსონი. ისლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც თავის საფეხბურთო გზას ჰოლანდიაში იწყებდა და ამავე ქვეყნის რამოდენიმე ახალგაზრდულ გუნდში აქნა თამაშები, მისი ბოლო გუნდი ჰოლანდიაში AZ Alkmaar იყო. მან ალბერტმა ერედივიზიის 19 თამაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შედეგად იტალიურმა ჯენოამ მისი კონტრაქტი იყიდა და 1,5 მილიონ ევრო გადაიხადა. გუდმონსონი წარმატებლად ასპარეზობდა სერია B-ში, რის შედეგად გუნდი სერიაში ავიდა. სერიაში ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.
34 თამაში 14 გოლი და 4 პასი ჰქონდა. იუვენტუსი უკვე მზად იყო ათეულობით მილიონი ევრო გადაერიცხა ჯენოასთვის, მაგრამ სპორტსმენმა თავის ეგ სკანდალში გაახვია. რის შედეგად იუვენტუსმა უარი თქვა ტრანსფერზე. სასამართლოში გაამართლეს ალბერტი, მაგრამ უკვე აღარავის უნდოდა მოთამაშეს ასეთი სახელით. ინიციატივა მხოლოდ ფიორენტინამ გამოთქვა და ერთწლიანი იჯარი წაიყვანა, თან 5.850.000 ევროც გადაიხადა. მაგრამ წლევანდელ სეზონში 500 წუთზე ნაკლებია გატარებული სერიაში და მხოლოდ 3 გოლი გატანილი. მასე უყურადღებობით და იდიოტიზმით გაფლანგა ტოპ კლუბში თამაშის შესაძლებლობა. ტოპ-2 ვილფრიდ ზაჰა. ზაჰა კოდივუარელი გარემარბია. იგი კარიერას იწყებდა კრისტალ პალასში, რის შემდგომ 2013 წელს მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა 11.750.000 ევროთ. ეშმაკების რიგებში ვერ საჩვენა სათანადო თამაში, რის შედეგადაც მას იჯარში ხშირად უწევდა ყოფნა. სანამ 2015 წელს ისევ კრისტალ პალასში არ გადავიდა 3.800.000 ევროთ. აქედან იწყება მისი საკმაოდ კარგი კარიერა პრემიერ ლიგაში. ვერ გუნსურდა მისი ყიდვა, მაგრამ პალასის ერთგული რჩებოდა და უცვლელი მოთამაშე იყო. 2023 წელს იგი გადავიდა თურქეთში, გალათასარაიში, სადაც 53 თამაში 15 გოლი და 4 პასი მიითვალა, მაგრამ სტარტის ფეხბურთელი ვერ გახდა, ამიტომ თურქებმა იჯარით ფრანგულ ლიონში გაუშვეს 3 მილიონი ევრო სანაცვლოდ. ამ სეზონში ზაჰას ლიონში 150 წუთიც არ აქვს ნათამაშები, არც ერთი საგოლე მოქმედება და ერთ-ერთი წარუმატებელი იჯარი ლიგა 1-ში. პირველი ადგილი რაჰიმ სტერლინგი. ჩელსიში მარესკას მოსვლისთანავე სტერლინგს პირდაპირ და ზუსტად გააგებინეს, რომ სათამაშო სტრუქტურაში არ შედიოდა და მწვრთნელი მას სათამაშო დროს საერთოდ არ მისცემდა. მისმა აგენტმა დაიწყო კლუბის პოვნა და მეზობელ არსენალთან შეთანხმებას მიაღწია. იჯარის წინ ყველაფერი პოზიტიურად ჩანდა. ჩელსიმ გაუშვა ფეხბურთელი, რომელიც არ სჭირდებოდა სტერლინგი ასე თუ ისე ითამაშებს არტეტასთან, ხოლო არსენალი თავის კამს გააფართოვებს გამოცდილი ფეხბურთელით. გადასარევი, მაგრამ სტერლინგით უკმაყოფილო არტეტა. იგი როტაციის ფეხბურთელის კონდიციებშიც არ არის, რაც გვიჩვენებს მისი სტატისტიკა. პრემიერ ლიგაში 215 გატარებული წუთი და 1 საგოლე პასი. ნახდად არ ელოდნენ არსენალში ასე თამაშს, ლიგის ერთ-ერთი უგამოუცდელესი ფეხბურთელისგან. მისი იჯარი რჩება 31 მაისს და არ ამგონია არსენალმა იგი კიდევ გაახანძროს. ეს იყო ჩვენი ტოპ 7. ყველა ფეხბურთელს უსურვებ მალე გამოსვლას თავიანთი კრიზისებიდან და გაგვახაროთ მაღალი დონის თამაშით. ჩემი ეთერი ასე იწურება. თქვენთვის ლაპარაკობდა კახი გოგო ხიახატის კაცი, ახლა კი დაგემშვიდობებით. ნახვამდის.